ისინი ცხოვრობდნენ სასახლეში, მაგრამ არ ჰქონდათ სახელი ისტორიაში. ისინი ეძინათ იმავე საწოლში მეფეებთან და პატრიარქებთან, მაგრამ არ ჰქონდათ უფლება აღთქმაზე. ძველ აღთქმაში ასობით ქალი იკავებდა ისეთ პოზიციას, რომელსაც თანამედროვე მკითხველთა უმეტესობა ვერ გაიგებს. მხევლები, არა ცოლები, არც ჩვეულებრივი მონები, რაღაც შუალედური და ხშირად უარესი ვიდრე ორივე. იმის გასაგებად თუ რას ნიშნავდა მხევლად ყოფნა ძველ სამყაროში, ჯერ უნდა წაშალოთ ყველაფერი, რაც თანამედროვე კულტურამ გასწავლათ ურთიერთობების შესახებ. არჩევანი არ არსებობდა. თანხმობა, როგორც თქვენ დღეს იცით, არ არსებობდა. ძველ ახლო აღმოსავლეთში მხევალი იყო ქალი, რომელიც ეკუთვნოდა კაცს სექსუალურად და შინამეურნეობრივად, მაგრამ ცოლის სრული იურიდიული დაცვის გარეშე. ებრაული ტერმინია ფილეგეში და ის გვხვდება წერილში 40-ზე მეტჯერ. ეს არ იყო მარგინალური როლი. ეს იყო სტრუქტურირებული ინსტიტუტი წესებით, იერარქიებით და შედეგებით, რომლებიც განსაზღვრავდნენ ათასობით ქალის სიცოცხლეს და სიკვდილს საუკუნეების განმავლობაში. განსხვავება ცოლსა და მხევალს შორის არ იყო მხოლოდ ტიტულში, ის იყო დაცვაში. კანონიერი ცოლი იღებდა ქორწინების კონტრაქტს, რომელსაც ებრაელები ქთუბას უწოდებდნენ. ეს დოკუმენტი გარანტირებულ კონკრეტულ უფლებებს იძლეოდა: შენახვას, ტანსაცმელს, ქორწინებულ ურთიერთობებს და განხორციელების შემთხვევაში ფინანსურ კომპენსაციას. მხევალს არაფერი აქედან არ ჰქონდა. არანაირი კონტრაქტი, არანაირი გარანტია, არანაირი კომპენსაცია თუ მას უარყოფდნენ. ის შედიოდა კაცის სახლში თავისი სხეულით და მიდიოდა თუ მიდიოდა, ცარიელი ხელებით. და აქ არის დეტალი, რომელიც ყველაფერს ცვლის იმაში, თუ როგორ კითხულობთ ამ ისტორიებს. ამ ქალთა უმეტესობამ არ აირჩია ეს პოზიცია. ისინი გასცეს, გაყიდეს, ტყვე დაიყვანეს ომებში, შესთავაზეს მამებს, რომლებსაც არ შეეძლოთ მათი შენახვა, ან უბრალოდ აიღეს კაცებმა, რომლებიც საკმარისად ძლიერები იყვნენ, რომ არავის ნებართვა არ სჭირდებოდათ. ძველ სამყაროში ქალის სხეული ტომური ან ოჯახური დაცვის გარეშე იყო არსებითად ხელმისაწვდომი რესურსი და მხევლობა იყო სისტემა, რომელიც აფორმალებდა ამ ხელმისაწვდომობას. შეხედეთ აგარის შემთხვევას. დაბადების მე-6 თავი მოგვითხრობს, რომ სარამ, აბრაამის ცოლმა მისცა თავისი ეგვიპტელი მხევალი ქმარს კონკრეტული მიზნით, შეეძინა მემკვიდრე. აგარს არ ჰკითხეს, არ არის ჩაწერილი მისი აზრი, მისი სურვილი, მისი ნება. ის იყო სარას საკუთრება და სარამ განკარგა ეს საკუთრება, როგორც საჭიროდ ჩათვალა. აბრაამი დათანხმდა და აგარმ დაორსულდა. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც აგარი დაორსულდა, დინამიკა ამ კარავში რადიკალურად შეიცვალა. ბიბლიური ტექსტი ამბობს, რომ აგარმა დაიწყო სარას შეხედვა ზიზღით. ზოგიერთი მეცნიერი ამას ამაყობად განმარტავს, სხვები როგორც ბუნებრივ რეაქციას ქალისა, რომელმაც საბოლოოდ მოიპოვა ის, რაც მისმა ქალბატონმა ვერ შეძლო ჰქონოდა, შვილი მუცელში. მიუხედავად მოტივაციისა, შედეგი სასტიკი იყო. სარამ ისე სასტიკად მოექცა აგარს, რომ ორსული ქალი გაიქცა უდაბნოში მარტო, მარაგების გარეშე, მიზნის გარეშე. გაქცეული ეგვიპტელი ნეგევის შუაგულში, მუცელში ატარებდა რა ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის შვილს რეგიონში. ეს ნიმუში მეორდება მთელ ძველ აღთქმაში. მხევალი შობს, ემსახურება, აწარმოებს და როდესაც ძალაუფლების განლაგება იცვლება, ის ატარებს შედეგებს. სისტემა არ იყო შექმნილი მისი დაცვისთვის, ის იყო შექმნილი კაცის გენეალოგიის, მთავარი ცოლის პატივისცემის და კლანის სტრუქტურის დასაცავად. მხევალი იყო ფუნქციონალური. სანამ ის ფუნქციონირებდა, ის რჩებოდა. როდესაც შეწყვიტა ფუნქციონირება, მას გადააგდებდნენ ან ავიწყდებოდათ. განიხილეთ ბილხასა და ზილფას შემთხვევები, რახელისა და ლეას მხევლები. დაბადების მესამე თავი აღწერს რეპროდუქციულ შეჯიბრებას იაკობის ორ ცოლს შორის, რომელმაც ეს ორი ქალი ცოცხალ ინსტრუმენტებად აღწია. რახელი, უნაყოფო და სასოწარკვეთილი, მისცა ბილხა იაკობს, თქვა რა, შედი მასთან, რათა მან შვას ჩემს მუხლებზე და მეც მეყოლება შვილები მის მეშვეობით. გამოთქმა ჩემს მუხლებზე მიუთითებდა შვილად აყვანის რიტუალზე. შვილი, რომელიც ბილხას ეყოლებოდა, იურიდიულად ჩაითვლებოდა რახელის შვილად. ბილხამ შვა ორი ვაჟი, დანი და ნაფთალი. ლეამ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰყავდა ვაჟები, უპასუხა ზილფას მიცემით, რომელმაც შვა გადი და აშერი. 4 ვაჟი, 2 ქალი. არც ერთი ჩაწერილი ხმა, არც ერთი აზრი, არც ერთი აღწერილი ემოცია.
ბილხა და ზილფა ჩნდებიან ტექსტში როგორც რეპროდუქციის მექანიზმები, არა როგორც ადამიანების საკუთარი ნებით, მაგრამ ვაჟებმა, რომლებიც მათ შვეს, გახდნენ ისრაელის 12 ტომიდან 4-ის ფუძემდებლები. მთელი გენეალოგიები წარმოიშვა ქალების, რომლებსაც არასდროს ჰქონდათ უფლება ეთქვათ არა. მაგრამ მხევალობა ძველ აღთქმაში არ იყო მხოლოდ რეპროდუქციაზე, ის იყო ხელისუფლებაზე. მხევლების ფლობა იყო საჯარო ნიშანის სიმდიდრის, გავლენის და სტატუსის. რაც უფრო მეტ მხევალს აგროვებდა კაცი, მით უფრო ძლიერად აღიქვემდა მას გარემოცვა და რაც უფრო ძლიერად ხდებოდა, მით უფრო მეტ მხევალს აგროვებდა. ციკლი კვებავდა თავის. მეფეთა მეორე წიგნი თავი მეხუთე მოგვითხრობს, რომ დავითმა, როდესაც დაიმკვიდრა მეფედ იერუსალიმში, აიღო კიდევ მხევლები და ცოლები. ტექსტი არ ახსენებს რამდენი სულ, მაგრამ სხვა მონაკვეთში მეფეთა მეორე წიგნი თავი მე-15, როდესაც დავითი გარბოდა აბესალომისგან, მან დატოვა 10 მხევალი სასახლეზე ზრუნვისთვის. 10 ქალი, რომლებიც ცხოვრობდნენ სამეფო კომპლექსში, ემსახურებოდნენ მეფეს, მაგრამ არ ჰქონდათ დედოფლების სტატუსი. ისინი არ მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებებში, მათ არ ჰქონდათ ფორმალური პოლიტიკური გავლენა. ისინი იყვნენ ფუნქციონალური ყოფნა კაცის ხელისუფლების სტრუქტურაში. და ამ 10 მხევლის ბედი ავლენ სისტემის ყველაზე ჩუმ სასტიკობას. როდესაც აბესალომმა აიღო იერუსალიმი, აქითოფელმა, ღალატის მრჩეველმა, შესთავაზა აბესალომს საჯაროდ შესულიყო მამის მხევლებთან. მეფეთა მეორე წიგნი თავი მე-16 ამბობს, რომ სასახლის სახურავზე გაშალეს კარავი მთელი ისრაელის თვალწინ და აბესალომი შევიდა დავითის მხევლებთან. ეს არ იყო სურვილი, ეს იყო პოლიტიკური სტრატეგია. შესვლა მეფის მხევლებთან იყო საჯარო განცხადება, რომ ტახტმა შეიცვალა მფლობელი. ამ ქალებს იყენებდნენ როგორც სიმბოლოს. მათი სხეულები გარდაიქმნა პოლიტიკურ გზავნილად. რაც შემდეგ მოხდა კიდევ უარესია. როდესაც დავითმა დაიბრუნა ხელისუფლება, მან არ დასაჯა აბესალომის სიკვდილის შემდეგ, მან არ დაამშვიდა მხევლები, მან არ აღადგინა ისინი. მეფეთა მეორე წიგნი თავი მე-20 მუხლი მე-3 წერს დამანგრეվել ფრაზას და დავითმა მოათავსა ისინი სახლში დაცვის ქვეშ, უვლიდა მათ, მაგრამ აღარასდროს შევიდა მათთან. ისინი დარჩნენ პატიმრობაში სიკვდილამდე, როგორც ქვრივები ცოცხალი ქმრით, დანაშაულის გარეშე, არჩევანის გარეშე ყველაფერში რაც მოხდა და მაინც პატიმრობაში სიცოცხლის ბოლომდე. არც ერთი მათგანი არ არის დასახელებული სახელით. ახლა გაამრავლეთ ეს ნიმუში 100-ობით წელზე და 1000-ობით ქალზე და თქვენ დაიწყებთ იმის გაგებას თუ რა მასშტაბს აფიქსირებს ძველი აღთქმა. სოლომონმა, დავითის ვაჟმა, მიიყვანა დაგროვება უკიდურესობამდე. მეფეთა მე-3 წიგნი თავი მე-11 მოგვითხრობს, რომ მას ყავდა 700 ცოლი და 300 მხევალი. 1000 ქალი. მაშინაც კი თუ დაუშვებთ, რომ ეს რიცხვები ატარებენ სიმბოლურ დატვირთვას, აღნიშნავს სისავსეს ან შიჭარბეს, მასშტაბი მაინც მაჟანგავია. 300 მხევალი ნიშნავს 300 ქალს, რომლებიც ცხოვრობდნენ სამეფო კომპლექსის შიგნით. თითოეული იბრძოდა ყურადღების, რესურსების და უსაფრთხოებისთვის, სისტემაში, როდესაც არც ერთს არ ჰქონდა რაიმე გარანტია. ბიბლიური ტექსტი არ ადიდებებს ამ დაგროვებას, პირიქით, იგივე მუხლი, რომელიც ახსენებს სოლომონის 1000 ქალს, აცხადებს, რომ მისი ცოლებმა გადაახრიახვინეს მისი ყული. ბიბლიური მოთხრობა განიხილავს მხევლების და ცოლების გამრავლებას როგორც გადახრევას, არა როგორც დაყპინვებას. მეორეს ჯული თავი მე-17 უკვე აფრთხილებდა, რომ ისრაელის მომავალმა მეფემ არ უნდა გაამრავლოს თავისთვის ცოლები, რათა მისი ყული არ გადაიხაროს. სოლომონმა გააკეთა ზუსტად ის, რაც კანონმა აკრძალა და შედეგი იყო სამეფოს გადაყოფა. მაგრამ 300 მხევლისთვის პრობლემა არ იყო თეოლოგიური, ის იყო პრაქტიკული. 300 ქალი იყო დამოკიდებული ერთ კაცზე გამოკვების, დაცვის და აღიარებისთვის. შიდა კონკურენცია უნდა ყოფილიყო სასტიკი. ისტორიული ჩანაწერები სამეფო ჰარამების შესახებ ძველ ახლო აღმოსავლეთში, ასურულ, ბაბილონურ და ეგვიპტურ კონტექსტებში აღწერენ გარემოს მუდმივი ინტრიგებით, მოწამლებით, ფარული ალიანსებით და манипуლაციებით წვდომით მმართველთან. არ არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ სოლომონის ჰარემი განსხვავებული იყო და როდესაც სოლომონი გარდაიცვალა, რა მოუვიდა ამ 300 ქალს? ტექსტი არ ამბობს. ეს დუმილი თავისთავად არის პასუხი. ისინი შეწყვიტეს ყოფნა მნიშვნელოვანი მოთხრობისთვის იმ მომენტში, როდესაც კაცი, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ, შეწყვიტა არსებობა. ეს რეალობა ეხებოდა საზოგადოების ყველა დონეს, არა მხოლოდ სამეფო ოჯახს. მსაჯულთა წიგნი, თავი მერვე, მოგვითხრობს, რომ გიდეონს ყავდა 70 ვაჟი, იმიტომ რომ მას ბევრი ცოლი ჰყავდა. ტექსტი იყენებს ზოგად ტერმინს, მაგრამ ვაჟების რაოდენობა მიუთითებს მრავალ მხევალზე, ცოლების გარდა.
ერთ-ერთი ამ ხევლებისგან ცხოვრობდა სიქემში და შვა გიდეონს ვაჟის სახელად აბიმელექი. გიდეონის სიკვდილის შემდეგ აბიმელექმა მოკლა 79 თავისი ნახევარძმა ხელისუფლების მისაღებად. მხოლოდ იოთამი, უმცროსი, გადაურჩა. 70 ვაჟი, 79 მოკლული. და ყველაფერი დაიწყო მხევლობის სტრუქტურიდან, რომელიც საშუალებას აძლევდა კაცს გაეჩინა ათობით მოწილე მემკვიდრე ნათელი მემკვიდრეობის სისტემის გარეშე. ყველაზე საშინელი შემთხვევა მთელ ძველ აღთქმაში, დაკავშირებული მხევალთან, არის მსაჯულთა წიგნში, თავი მე-19. ეს არის მონაკვეთი, რომელსაც ბევრი მქადაგებელი ერიდება, ბევრი ბიბლიური წრე იგნორირებას უკეთებს და ბევრი მკითხველი ამჯობინებს არ შეხვდეს მას. მაგრამ ტექსტი არსებობს, ჩაწერილი დეტალებით, რომელიც არტოვებს ადგილს შერბელობით ინტერპრეტაციებისთვის. ლევიტი მოგზაურობდა თავისი მხევალთან, ბენიამინის მიწაზე. ღამის დადგომისთანავე ისინი გაჩერდნენ გიბეაში, სადაც ერთმა მოხუცმა მიიღო ისინი თავის სახლში. ღამით ქალაქის კაცებმა გარს შემოარტყეს სახლი, მოითხოვეს ლევიტის გადმოცემა, რათა მასზე იძალადეს. პატრონმა შეესთავაზა თავისი ქალიშვილი ქალწული და ლევიტის მხევალი მის ნაცვლად. ლევიტმა გაუგზავნა გარეთ თავისი მხევალი. მსაჯულთა წიგნი, თავი მე-19 მუხლი 25, ამბობს, რომ ამ კაცებმა აწამეს ის მთელი ღამე განთიადამდე და გაუშვეს, როდესაც გათენდა. როდესაც ლევიტმა გაახილა კარი დილით, მან იპოვა მხევალი დაცემული შესასვლელთან, ხელების ღრუძელზე. მან თქვა, ადექი, წავიდეთ. მან არ უპასუხა. ის იყო მკვდარი. რაც ლევიტმა შემდეგ გააკეთა, ეღება მოთხრობითი სასტიკობის ყველა მოლოდინებს. მან დადო გვამი ვირზე, წაიყვანა სახლში, აიღო დანა და დაყო მხევლის გვამი 12 ნაწილად, თითოეული ისრაელის ტომისთვის და გაგზავნა ნაწილები როგორც ომის მოწოდება. ისრაელი შეიკრიბა. 400,000 კაცმა აიღო იარაღი. სამოქალაქო ომი ბენიამინის ტომის წინააღმდეგ ათეულობით 1000 სიცოცხლე შეიწირა და მხევალმა ვერასდროს მიიღო სახელი. ის გახდა ის ისკრა, რომელმაც ომი გამოიწვია, რომელმაც თითქმის გაანადგურა მთელი ტომი. მისი დაგლეჯილი სხეული გახდა გზავნილი, რომელმაც გააერთიანა პალხი. მაგრამ ტექსტი არ წერია ვინ იყო ის, საიდან მოვიდა, რა იყო მისი ისტორია იმ ღამის მდე. ის შევიდა მოთხრობაში როგორც ლევიტის მხევალი და გამოვიდა როგორც ნაწილები, გაგზავნილი 12 მიმართულებით. რასაც ეს ისტორია ავლენს მხევლობის სისტემის შესახებ, უფრო ღრმაა, ვიდრე აშკარა ძალადობა. ის ავლენს, რომ ძველი ისრაელის სოციალური იერარქიაში მხევლის სხეული იყო ხელმისაწვდომი. როდესაც გიბეას კაცებმა მოითხოვეს ლევიტი, პატრონმა შესთავაზა ორი ქალი მის ნაცვლად, თავისი ქალიშვილი და მხევალი, იმის გარეშე, რომ ვინმესთან ეკონსულტაცია. ლევიტმა გასცა ქალი, რომელიც მასთან ერთად მოგზაურობდა, ქალი, რომელიც სავარაუდოდ მისი დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, რათა ეხსნა საკუთარი თავი. და როდესაც ის გარდაიცვალა, მან გამოიყენა მისი სხეული როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ტექსტის არც ერთ ადგილას არავინ გლოვობს მის სიკვდილს, როგორც ადამიანის დაკარგვას. ისრაელის ვაზმუციანება გამოწვეულია ჩადენილი დანაშაულით, არა დაკარგული ქალით. მაგრამ ძველი აღთქმა ასევე აფიქსირებს მომენტებს, როდესაც მხევლების ადამიანურობა იჭრება ტექსტის ზედაპირზე. აგარი არის ყველაზე ნათელი მაგალითი. როდესაც ის გაიქცა სარასგან უდაბნოში, უფლის ანგელოზმა იპოვა ის წყაროსთან და გააკეთა რაღაც უჩვეულო, მან პირდაპირ მასთან ისაუბრა. მან ჰკითხა, საიდან მოვიდა და სად მიდიოდა. მან მისცა მას დაპირება, რომ მისი ვაჟი იშმაელი გახდებოდა დიდი ხალხის ფუძემდებელი. და აგარმა უპასუხა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი განცხადებით მთელ დაბადების წიგნში. შენ ხარ ღმერთი, რომელიც ხედავს მე. ებრაულად ელ-როი. მხევალი გაქცეული ქალი დაცვის გარეშე, მიზნის გარეშე, იმედის გარეშე. და ტექსტი აფიქსირებს, თუ როგორ უწოდა მან სახელი ღმერთს. არა აბრაამმა, არა სარამ, არა მღვდელმა და არა წინასწარმატყველმა. აგარმა, ეგვიპტელმა აღთქმის გარეშე, მიიღო პირადი თეოფანია და მისცა ღმერთს სახელი, რომელიც არავის ჰქონდა მანამდე მიცემული. ეს დაძაბულობა გადის მთელ ძველ აღთქმაში. სოციალური სისტემა ექცეოდა მხევლებს როგორც ფუნქციონალურ საკუთრებას, მაგრამ ტექსტი კვლავ და კვლავ არღვევს სისტემას, აფიქსირებს რა მათ ხმებს, მათ ტანჯვას და აგარის მსგავს შემთხვევებში მათ პირდაპირ ურთიერთობას ღვთაებრივთან. ბიბლიურმა ავტორმა შეიძლება დაეიგნორებინა აგარი უდაბნოში, შეიძლება გამოეტოვებინა მხევლის სხეულის ღრუბლზე, შეიძლება მთლიანად წაეშალა ბილხა და ზილფა.
მაგრამ მან ეს არ გააკეთა. და ეს ნარატიული არჩევანი ამბობს ბიბლიურ ხედვაზე ადამიანური ღირსების შესახებ უფრო მეც, ვიდრე ნებისმიერი კანონმდებლობა იმ ეპოქისა. რიცფა არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც არღვევს დუმილს. საულის მხევალი. ის ჩდება მეფეთა მეორე წიგნში, თავი 31, ძველი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე სატანჯველ მოთხრობაში. საულის სიკვდილის შემდეგ მისი 7 შთამომავალი გადაეცა გაბაონელებს და სიკვდილით დასაჯეს საულის მიერ დარღვეული ხელშეკრულების შურისძიებისთვის. ორი ამ კაციდან იყო რიცფას ვაჟი და რაც მან გააკეთა სიკვდილით დასაჯის შემდეგ, აბრუნებს ყველა მოლოდინებს იმას შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მხევალი ძველ სამყაროში. რიცფამ გაშალა ძაძა კლედზე და დადგა საგუშაგო თავისი ვაჟების გვამებთან. დღით ის აგდებდა მტრეპალ ფრინველებს, ღამით აშინებდა ველმხეცებს და მან ეს გააკეთა მთვეებისათვის, ქერის მოსავლის დასაწყისიდან იმ დრომდე, როდესაც სვიმა ჩამოვიდა ცხიდან გვამებზე. თვეებით ქალი მარტო, მნიშვნელოვანი იურიდიული სტატუსის გარეშე, არმიის გარეშე, პოლიტიკური გავლენის გარეშე, ებრძოდა გვამების საჯარო ექსპონირებას, როგორც დასჯას. მისი საგუშაგო იყო იმდენად ძლიერი, რომ ამბავი მიაღწია დავითს და მეფემ შეძრული რიცფას საქმით, ბრძანა შეეკრება საულისა და იონათანის ძვლები და დაეკრძალათ ისინი ღირსეულად, 7 სიკვდილით დასჭილის გვამებთან ერთად. მხევალმა შეცვალა მეფის დაკრძალვა პოლიტიკა სუფთა ჩუმი წინააღმდეგობით, იარაღების გარეშე, ჩაწერილი სიტყვების გარეშე. ჩემი მკვდრების დატოვების უარით. მხევლის ყოველდღიური ცხოვრება ამ უკიდურესი მომენტების გარეთ განისაზღვრებოდა მომსახურებისა და უხილავობის რუტინით. ის ცხოვრობდა პატრონის სახლში, ასრულებდა შინამეურნეობის მოვალეობებს, იყო სექსუალურად ხელმისაწვდომი და თუ ვაჟებს შობდა, ირებდა უსაფრთხოების გარკვეულ ხარისხს, თუმცა ყოველთვის უფრო დაბალს, ვიდრე მთავარი ცოლის შვილები. მეტოქეობა ცოლების შვილებსა და მხევლების შვილებს შორის აწარმოებდა ძველი აღთქმის ყველაზე სისხლიან დავებს. იეფთაე, ისრაელის მსაჯული, იყო მეძავის ვაჟი, შესაძლოა მხევლის და იქნა განდევნილი სახლიდან კანონიერი ვაჟების მიერ. ის დაბრუნდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამხედრო კრიზისმა გახადა მისი უნარები აუცილებელი. მხევლების ვაჟები ცხოვრობდნენ ლეგიტიმურობის ნაცრისფერ ზონაში. მათ ჰქონდათ მამის სისხლი, მაგრამ არ ჰქონდათ მემკვიდრის სრული სტატუსი. მათ შეიძლება მიეღოთ საჩუქრები და მიწა, როგორც აბრაამმა მოიქცა ხეთურას ვაჟების მიმართ, თავისი მხევლის სარას შემდეგ, მაგრამ მათ აგზავნიდნენ შორს მთავარი მემკვიდრისგან. დაბადების 25 თავი მოგვითხრობს, რომ აბრაამმა მისცა ყველაფერი ისააკს, ხოლო მხევლების ვაჟებს მისცა საჩუქრები და გაგზავნა ისინი აღმოსავლეთით შორს თავისი ვაჟის ისააკისგან. გზავნილი იყო ნათელი, თქვენ ხართ ჩემი, მაგრამ თქვენ არ ხართ თანასწორნი. ეს იერარქია ვაჟებს შორის აწარმოებდა კონფლიქტებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მთელი ხალხების ისტორია. იშმაელი, აგარის ვაჟი, გახდა 12 მთავარის მამა. ტრადიციული არაბები თავიანთ გენეალოგიას მისგან ითვლიან. მეტოქეობა ისააკის შთამომავლებსა და იშმაელის შთამომავლებს შორის გრძელდება დღემდე, დაბადებული შინამეურნეო სტრუქტურიდან, სადაც მხევალმა შვა პირმშო, მაგრამ მთავარმა ცოლმა მოითხოვა მისი განდევნა. ძველი ისრაელის სამართლებრივმა კოდექსმა სცადა ნაწილობრივ დაერეგულირებინა მხევლების მდგომარეობა, თუმცა ფუნდამენტური უთანასწორობის აღმოხფრის გარეშე. გამოსვლა, თავი 26 ადგენს, რომ თუ კაცმა აიყვანა მხევალი ქალი მხევლად და შემდეგ ის აღარ მოეწონა, მას არ შეეძლო მისი გაყიდვა უცხოელებისთვის, მან უნდა დაეშვა მისი გამოსყიდვა. თუ ის განუწესა ის თავის ვაჟს, მან უნდა მოექცა მას როგორც ქალიშვილს. თუ ის აიყვანდა სხვა ქალს, მას არ შეეძლო შეემჩირებინა პირველისთვის საკვები, ტანსაცმელი და ქორწინებითი უფლებები. ეს კანონები, თუმცა სასტიკად არასაკმარისი თანამედროვე სტანდარტებით, წარმოადგენდა რაღაც იშვიათს ძველ სამყაროში, ზღვარი პატრონის აბსოლუტურ ძალაუფლებაზე მხევლის სხეულზე. მეზობელი ცივილიზაციების სამართლებრივ კოდექსებში, ხამურაბის კოდექსში ბაბილონში, ხეთურ კანონებში, ასურულ დადგენილებებში, მხევლებს ხშირად კიდევ უფრო ნაკლები დაცვა ჰქონდათ. ბიბლიურმა ტექსტმა არ გამოიღენა მხევლობა. ის უკვე არსებობდა ნაყოფიერი ნახევარმთვარის ყველა ცივილიზაციაში. რა გააკეთა ტექსტმა? დაადო შეზღუდვები იქ, სადაც მანამდე არ იყო. მაგრამ შეზღუდვა არ არის თავისუფლება. მეორე ჟდონის ტკიგმა ჩართო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადგენილება. თავი 26 მუხლი მე-15-დან განიხილავს კაცის შემთხვევას ორი ცოლის,
ერთი საყვარელი და მეორე არუსურველი და კრძალავს მამას გადასცეს პირმშობის უფლება არუსურველი ცოლის ვაჟისგან საყვარელი ცოლის ვაჟისთვის. პირმშო რჩებოდა პირმშოდ, მიუხედავად იმისა, რომელი დედა ამჯობებდა ოჯახის უფროსი. ეს კანონი ირიბად იცავდა ნაკლებად სასურველი მხევლების ვაჟებს, გარანტირებულს ხდიდა, რომ მამის ემოციური უპირატესობა არ გააუქმებდა დაბადების თანმიმდევრობას. თუმცა პრაქტიკაში ეს კანონები იყო დამოკიდებული აღსრულებაზე და ძველ ისრაელში აღსრულება იყო დამოკიდებული მადგილობრივ მოხუცებზე, რომლებიც იყვნენ კაცები, ჩაშენებული იმავე პატრიარქულ სისტემაში. რამდენად რეალურად მუშაობდა ეს დამცველი ზომები მხევლისთვის, ოჯახის გარეშე, დამხმარე-ტრობის გარეშე და რესურსების გარეშე. კითხვა, რომელზეც საკუთარი ბიბლიური ტექსტი ირიბად პასუხობს, აფიქსირებს რა კემთხვევა-კემთხვევისაგან ძალადობის შედეგების გარეშე. მხევლობა ასევე ფუნქციონირებდა როგორც პოლიტიკური და ტრობული ალიანსების მექანიზმად. როდესაც აბნერი, საულის ჯარის მთავარსარდალი, აიღო რიცპა, საულის მხევალი, თავის თავთან და იშბოშეთმა, საულის ვაჟმა, დაადანაშაულა ის. მეორე მეფეების წიგნი თავი მესამე მოგვითხრობს, რომ აბნერი განრისხდა ბრალდებაზე. კამათი მხევლის სხეულზე გამო საბოლოოდ გამოიწვია აბნერის ერთგულების შეცვლა. მან გადაიტანა ჩრდილოეთი ტრობების მხარდაჭერა დავითისკენ. მხევალი, როგორც პოლიტიკური გადაჯგუფების ხერძი. მისი სხეული კიდევ როგორც ძალაუთლების ვალუტა. ნიმუში მეორდება აბსელომთან. როდესაც ის საჯაროდ აიღო დავითის მხევლები, ის არ აკმაყოფილებდა პირად სურვილს. ის ახორციელებდა გათვლილ პოლიტიკურ აქტს ახითოფელის რჩევით, რათა გაეხადა გაწყვეტა მამისთვის შეუქვეცებელი. შესვლა მეფის მხევლებთან ნიშნავდა განცხადებას, რომ წინა მმართველობა მკვდარი იყო. ამ ქალების სხეულები გახდა სცენა, სადაც განთამაშდა ხელისუფლების გადაცემა. მაგრამ როდესაც შორი ხართ მეფეებსა და პატრიარქებს, სურათი კიდევ უფრო შეუღწევი ხდება. რა ხდებოდა ჩვეულებრივ კაცების მხევლებთან? ცოტა ჩანაწერია. ლევიტელები და მეორე ჟდონი რეგულირებენ სექსუალურ ურთიერთობებს და ქორწინებებს, მაგრამ მხევლის ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულებრივ ისრაელურ ოჯახში, სასახლის გარეშე, სიმდიდრის გარეშე, მწიგნარების გარეშე გაიქრა ჰისტორიის მტვერში. რა ვიცით, პრაქტიკა არსებობდა ყველა სოციალურ დონეზე. მსაჯულების წიგნი თავი მე-19 წარმოადგენს ლევიტს, სამსრძლო ტრობის წევრს, მაგრამ არა აუცილებლად მდიდარს და გავლენიანს. მხევლობა არ იყო ელიტის ექსკლუზიური პრივილეგია. ის იყო გაფანტებული სოციალური სტრუქტურა. რაც ასევე იმსახურებს ყურადღებას, არის ჩაწერილი მიჯაჭვების თითქმის სრული არარსებობა პატრონებსა და მხევლებს შორის. არის გამონაკლისი. სიმღათა ხშირად ინტერპრეტირდება როგორც სიყვარული, რომელიც ცდის იერარქიას, თუმცა მისი განმარტება სადავოა. მაგრამ ძველი აღთქმის ისტორიულ მოთხრობებში მხევლები მოხსენიებდებიან კონტექსტებში, ფუნქციის, ძალაუფლების და კონფლიქტის, თითქმის არასდროს მიჯაჭვებისკენ. ისინი შობიან შვილებს, ემსახურებიან პოლიტიკურ მიზნებს, მათ იღებენ, გასცემენ, ტოვებენ და პატიმრობაში ათავსებენ. სისტემა არ იყო აგებული მიჯაჭვებაზე, ის იყო აგებული სასარგებლოზე და როდესაც სასარგებლო მთავრდებოდა, იწყებოდა დუმილი. ძველი აღთქმის მხევლების უმრავლესობა მხოლოდ ქრება ტექსტიდან მათი ნარატიული ფუნქციის შესრულების შემდეგ. ქეთურა აბრაამის მხევალი სარას შემდეგ, შვა 6 ვაჟს და ქრება ტექსტიდან. იაკობის მხევლები მათი ვაჟების შობის შემდეგ აღარ არიან ინდივიდუალურად მოხსენიებულები. სოლომონის 300 მხევალი ეს არის რიცხვი. არასდროს სახე, არასდროს ხმა, არასდროს ინდივიდუალური ისტორიები. ეს გაქრობა არ არის შემთხვევითი, ის არის სტრუქტურული. სისტემა იყო აგებული ისე, რომ ეს ქალები ყოფილიყვნენ ხილვადი მხოლოდ მაშინ, როდესაც საჭირო იყვნენ და უხილავი მომენტში მეორეში. წინასწარმეტყველი მალაქია საუკუნეების შემდეგ განცხადებდა რაღაცას, რომელიც ჯღერდა ამ მთელი სტრუქტურის წინააღმდეგ. უფალი იყო მოწმე აღთქმისა შენსა და შენი ახალგაზრდის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე მაშინ, როდესაც ის არის შენი ამხანაგი და შენი აღთქმის ცოლი. მალაქია თავი მეორე მუხლი მე-14. ენა არის აღთქმის ენა, კავშირი, ვალდებულება, ერთგულება. ზუსტად ის, რასაც მხევლობა არ სთავაზობდა. წინასწარმეტყველი არ რეგულირებს მხევლობას, ის მიუთითებს რადიკალურად განსხვავებულ მოდელზე, სადაც ქალი არ არის ფუნქციონალური საკუთრება, არამედ აღთქმის პარტნიორი, თვითიური მოწმით. ეს დაძაბულობა სოციალურ პრაქტიკას და წინასწარმეტყველებულ ხედვას გადის მთელი ძველი აღთქმით. სისტემა არსებობდა, კანონების ცადეს მისი რეგულირება, მაგრამ წინასწარმეტყველები მიუთითებდნენ რაღაც მის მიღმა.
და ტექსტმა შეინარჩუნა მორივე, პრაქტიკის სასტიკობა და ხმა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მას, არ დაწყვეტა ტენზიას მარტივი გზით. სიტყვა მხევალი ჟღერს ძველად, შორს, ეკუთვნის სამყაროს, უდაბნოს კარტებსა და მეფეების კედლებს შემოღალზურ ჰარამებს, მაგრამ მექანიზმი, რომელიც მას უკან დგას, არაფრით არ არის ძველი. ქალები, რომლებიც დაყვანილი იყვნენ სასარგებლოზე, სხეულები, რომლებიც განიხილებოდნენ როგორც რესურსი, ადამიანები, რომლებიც მიატოვეს, როდესაც შეწყვიტეს მიზნისთვის მსახურება. ძველმა აღთქმა სასტიკო პატიონესთია ჰქონდა ჩაეწერა ეს ისტორიები ფილტრის გარეშე. ის არ შექმნა გაპოლიშებული ვერსიები, ის არ დამალა ძალადობა და ამით შექმნა ერთ-ერთი უძველესი და უფრო გულწრფელი ქრონიკა იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანურ ერთეულებს ექცევიან საკუთრებად. ეგეპშეც ამიტომ აწუხებს ეს ისტორიები დღემდე, არა იმიტომ, რომ ისინი ეკუთვნის სპარსულს, არამედ იმიტომ, რომ ისინი არასდროს შეწყვეტენ იყოს აქტუალური.